ხშირად როდესაც საქმე ეხება სამოყვარულო კურსს, ბევრი თვლის, რომ სამოყვარულო კურსის გავლა არ არის საჭირო, იმიტომ რომ უკვე ისედაც ყველაფერი იციან. რეალურად იმდენად არასწორი შეხედულება არის ასტროლოგიის მიმართ ზოგადად საქართველოში. იმდენი არასწორი ინფორმაციაა, რომ ბევრს გონია, რომ თუ პლანეტას ცნობს და სახლს ცნობს, ან ნიშანს ცნობს, უკვე ასტროლოგია იცის. რეალურად სამოყვარულო ასტროლოგიის, ესე ვთქვათ, ფარგლებში ძალიან ბევრი რამე უნდა იცოდეს. მოყვარული როდესაც ხარ ასტროლოგი, ბევრი რამე უნდა გესმოდეს და ბევრს არ ესმის. რეალურად უბრალოდ გონიათ, რომ ესმით. მაგალითად, თუ შენ არ იცი ესე ვთქვათ, ნიშნების დაყოფა, თუ არ იცი დეკანატები, დუადები, პენტანდები, გრადუსების ანალიზი, თუ არ იცი კუსპიდის პოვნა, თუ არ იცი სახლის მმართველი, კონკრეტული სახლის მმართველი, ის არა, რომ პირველ სახლს ვერძი მართავს. ანუ, თუ არ იცი კონკრეტული სახლების მმართველები, არ იცი კონკრეტული სახლის ელემენტები, არ იცი ჯონსის ფიგურები, არ იცი ჰუბერის სტრუქტურა, არ იცი ესენციალური და აქციდენტალური ღირებულებების ცხრილი, არ იცი კონფიგურაციები, არ იცი არც მაჟორული კონფიგურაციები, იცი მხოლოდ დაუკვადრატი. თუ არ იცი ელემენტარული სინასტრია, თუ არ იცი მთვარის დღეების ანალიზი და მთვარის დღეების როლი ზოგადად, თუ არ იცი საათების მმართველები, ელემენტარულია, სინასტრიაში თუ არ იცი ელემენტარული კონფლიქტურების მაჩვენებელი, თუ არ იცი შეთავსება, თუ არ იცი ბედნიერების ბეჭედი, უბედურების ბეჭედი. რომელ ცოდნაზე არის საუბარი. ანუ რაღაც მე არ ვიძახი ყველაზე რა თქმა უნდა, მაგრამ დიდ უმრავლესობას ძალიან ისეთი ზედაპირული დამოკიდებულება აქვს სამოყვარულო კურსთან, თითქოს არაფერი იქ ისეთი არ იქნება და ნიშნების ცნობა და პლანეტები მეც ვიცი. რეალურად მოყვარულმა ასტროლოგმა უნდა იცოდეს ძალიან ბევრი. მოყვარულ ასტროლოგს უნდა შეეძლოს კონკრეტული თემის ანალიზი, ზედაპირული, რუკას რო დახედავს, დაახლოებით წარმოდგენა უნდა გქონდეს კარიერაში რა ხდება, პირადში რა ხდება, ფინანსების მხრივ რა ხდება, შვილოსნობის მხრივ რა ხდება, განვითარების პოტენციალი, მინიმალური კარმული ზეგავლენა, კარმული კვანძების ანალიზი, ძალიან ბევრი რამე უნდა იცოდეს მოყვარულმა ასტროლოგმა. ეს არ არის აუცილებელი, ხო? მოყვარული ასტროლოგი არ არის დიპლომირებული ასტროლოგი, მაგრამ თუ შენ თავს ეძახი მოყვარულს, მინიმუმ სამოყვარულო კურსი მაინც უნდა გაიარო, რომ ელემენტარული ანალიზი იცოდეს. სხვა შემთხვევაში შენ მოყვარულიც არ ხარ. თუ შენ უბრალოდ ნიშნები იცი და სახლებს ცნობან, პლანეტებს ცნობ, ეს შენ არ გაგხდის, ესე ვთქვათ, ასტრომოყვარულად. შენ ამ შემთხვევაში შენი ცოდნის დონე ძალიან დაბალი. და ესეთ შემთხვევაში ზუსტად გჭირდება სამოყვარულო კურსი.